მოგესალმებით. Წამოგიდგენთ მეათე ბოლო ლექციას გლობალური ბიზნესის კურსში, რომელიც შეეხება შემდეგ თემატიკას. პირველი ეს არის საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვა და დაბეგვრა და ადამიანური რესურსების და შრომითი ურთიერთობების მართვა საერთაშორისო დონეზე. ანუ როგორც წინა ლექციებიც, აქაც ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ საერთაშორისო ურთიერთობებზე და იმ აქცენტებზე, რომელიც გლობალურ ბიზნესში არის შედარებით განსხვავებული ვიდრე ზოგადად ქვეყნის შიგნით ურთიერთობებში. პირველ რიგში დავიწყოთ განსხვავებები ფინანსურ აღრიცხვაში. ტრადიციულად შეიძლება ვიმეორებ ძალიან ბევრ ლექციის დასაწყისში, რომ ისევე როგორც ფინანსური აღრიცხვის ნაწილში, ასევე ბევრ სხვა საკითხში, იგივე მარკეტინგში, მენეჯმენტში, თუ ზოგადად სავაჭრო ურთიერთობებში, ძირითადი განსხვავებელი არის ის ეკონომიკური, კულტურული, ფინანსური თუ სხვადასხვა ტიპის საკითხები, რომელიც გავლენას ახდენს შიდა მოწყობაზე, ფინანსური აღრიცხვების სისტემების და ასევე მეთოდიკებზე, რა მეთოდიკებითაც ხდება წარმოება ფინანსური აღრიცხვის. ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებში და გლობალურ ბიზნესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ოპერაციების განხორციელებისას, ასევე კაპიტალ დაბანდებების პროცესში, ასევე ურთიერთანგარიშწორებისას, ბუღალტერიას და ნებისმიერ ციფრს ფინანსურ აღრიცხვას, რომელსაც აწარმოებენ გლობალური კომპანიები, მისი შვილობილი კომპანიები თუ მათი პარტნიორი კომპანიები, ანუ პრაქტიკულად ბუღალტერია ეს არის ბიზნესის ენა, ამიტომ ძალიან ბევრ ტენდენციაზე მეტყველებს. შესაბამისად, ეს განსხვავებები ძლევიან გარკვეულწილად აცდენებს სხვადასხვა ციფრებში, რაც ბუნებრივია მოითხოვს ცოდნას გარკვეული ასპექტების, საერთაშორისო სტანდარტების თუ მიდგომების, როგორ შეიძლება მოხდეს მათი საერთაშორისო დონეზე ჰარმონიზაცია, რომ ის ბარიერები თუ ხარვეზები, რომელიც დღეს გააჩნიათ გლობალურ კომპანიებს და თუნდაც ამ აუდიტის ფინანსური აღრიცხვის ნაწილში იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. პირველ რიგში ეროვნული სხვაობები, ეს არის სტანდარტებში, ეს არის საკანონმდებლო ნაწილში, ბუნებრივია ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი კანონმდებლობა, რომელიც განსხვავებულად ავალდებულებს თუ განსხვავებულად ახორციელებს ფინანსური აღრიცხვის მოწყობას კომპანიებს, ასევე კულტურული, პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხები, რომელიც გავლენას ახდენს ფინანსური აღრიცხვის ნაწილზე. მთლიანობაში ჩვენ შეგვიძლია სქემატურად წარმოვიდგინოთ ეს მოდელი, რომელიც გულისხმობს ბუღალტრიული სტანდარტების და პრაქტიკის წარმოდგენას, რომელიც დაკავშირებულია პირველ რიგში კანონმდებლობასთან, დაკავშირებულია კაპიტალის წყაროებთან, თუ საიდან ხდება კაპიტალის შედინება კონკრეტულ კომპანიაში, ასევე ეკონომიკურ სისტემასთან, რომელშიც ხდება მსგავსი ტიპის ოპერაციების წარმოება, ასევე პოლიტიკური კავშირები და კულტურა, რომელიც განპირობებულია, ანუ ის გარემო, რომელშიც პრაქტიკულად ხდება ამ ოპერაციების განხორციელება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი, რომელიც სწორედ ამ პროცესს უკავშირდება. პირველი ეს არის ანგარიშის ანუ ამონაგების და მოგების დათვლის განსხვავებული მეთოდიკები, რომელიც პრაქტიკაში შეიძლება იყოს ცოტა სხვანაირად, ამიტომ გარკვეული განსხვავებები გამოიწვიოს ორ სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იგივე შინაარსით წარმოებულმა ოპერაციებმა, ასევე აქტივების და მარაგების შეკრების ნაწილში და შეფასების ნაწილში, იმიტომ რომ არის ქვეყნები, სადაც ხდება ამორტიზაციის ნორმების, განსხვავებული ნორმების წარმოება, ასევე აქტივების დათვლა სხვადასხვა მეთოდიკის გათვალისწინებით, მაგალითად არის ქვეყნები, სადაც აქტივების დათვლაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ინფლაციის პროცესს, არის ქვეყნები, სადაც ინფლაციის როლი შედარებით მინიმიზირებულია, ამიტომ ბუნებრივია ერთიანი პლატფორმა საკმაოდ რთულია მიუდგეს ამ ქვეყნებს შორის მეთოდიკების სხვაობას და საკმაოდ განსხვავებული სურათი შეიძლება შეიქმნეს ამ საერთაშორისო აღრიცხვის პროცესში. ასევე საგადასახადო დაბეგრვის ნაწილი, რომელიც ამავე კომპონენტებში შედის, ბუნებრივია
განსხვავებულად ხდება, განსხვავებული გადასახადები მოქმედებს საერთაშორისო ბაზრებზე და თუნდაც ერთი კომპანია, გლობალური კომპანია, რომელიც მუშაობს რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე, მას უწევს განსხვავებულად საგადასახადო დაბეგრვის რეჟიმების წარმოება, ზოგან ტვირთი უფრო მაღალია, ზოგან შეიძლება ეს ტვირთი იყოს განსხვავებული, ამიტომ მთლიანობაში ერთიან სტანდარტში მოქცევა ყველა გლობალური კომპანიის ამოცანა. ასევე ოპერაციების წარმოება და რეზერვების გამოყენება, რომელიც განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით. ზემოთ ვახსენე, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითონ აქტივების შეფასების და გადაფასების ნაწილში ინფლაციის პროცესს. ინფლაციის მიხედვით ყველა ქვეყანა განსხვავებულ პარამეტრებს აჩვენებს, მაგალითად, ქვეყნები, სადაც მაღალი ეკონომიკური ზრდაა, შეიძლება შესაბამისად ინფლაციაც მაღალი იყოს. პირიქით განვითარებულ ქვეყნებში ინფლაცია მინიმალურია, შესაბამისად ეკონომიკური ზრდაც არ არის მასშტაბური, ამიტომ ერთი და იგივე კომპანია, რომელიც ამ განსხვავებულ გარემოებებში მოქმედებს, ბუნებრივია, მას უხდება ამ წინააღმდეგობების გადალახვა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მარაგების ნაწილში. ძირითადი განსხვავებები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, ძირითადი განსხვავებები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ფინანსური აღრიცხვის ნაწილში უკავშირდება შემდეგ საკითხებს. პირველი ეს არის ფინანსური არენდის კაპიტალიზაცია. ფინანსურ არენდაში იგულისხმება ასევე ლიზინგის წესით წარმოებული ოპერაციები, ანუ ძალიან ბევრი კომპანია საკმაოდ აქტიურად იყენებს ლიზინგის ოპერაციებს, როდესაც თავის აქტივებს ავსებს და გარკვეულ ტექნიკას თუ ტექნოლოგიას ყიდულობს ამ წესის მიხედვით. არის ქვეყნები, სადაც ხდება არენდის კაპიტალიზაცია, ანუ მისი შეტანა კაპიტალში, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც შეიძლება მსგავსი რამე არ იყოს მიღებული იგივე კანონმდებლობის კუთხით, ამიტომ ბუნებრივია ერთი და იგივე კომპანიისთვის ამ განსხვავებულ ქვეყნებში და განსხვავებული მეთოდიკის მქონე ქვეყნებში ოპერირება გარკვეულ განსხვავებებს იძლევა. ასევე კონსოლიდირებული ფინანსური ბალანსები არის ქვეყნები, სადაც კანონმდებლობით არის მოთხოვნილი კონსოლიდირებული ფინანსური ბალანსების წარმოება. აქ იგულისხმება კომპანია, რომელსაც გააჩნია შვილობილი კომპანიები, მათ უნდა შექმნას როგორც ცალკე ბალანსები, ასევე კონსოლიდირებული ბალანსი. არის ქვეყნები, სადაც კონსოლიდირებული ბალანსების წარმოდგენის ვალდებულება კომპანიებს არ გააჩნიათ. ასევე არის სამეცნიერო კვლევებზე ხარჯების კაპიტალიზაცია, ძალიან ბევრ ქვეყანაში და ძალიან ბევრი ქვეყნის კოდექსი არ ითვალისწინებს იმ ხარჯებს, რომლებსაც კომპანიები გასწევენ სამეცნიერო თუ სხვადასხვა ტექნიკური ტიპის კვლევების განხორციელებაზე და ის არ ხდება კაპიტალიზაციაში მისი შეტანა, მაშინ როდესაც შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში ეს არსებობდეს და აქაც ზუსტად გლობალური კომპანია ამ წინააღმდეგობების წინაშე შეიძლება დადგეს. ასევე ეს არის საქმიანი რეპუტაციის დათვლა, თვითონ კომპანიის ბრენდის ღირებულება, რასაც ქვია, ანუ ეს არის სხვაობა კომპანიის საბაზრო ფასსა და მის საბალანსო ღირებულებას შორის, ანუ იგივე რასაც საერთაშორისო პრაქტიკაში მას უწოდებენ საერთაშორისო პრაქტიკაში მას უწოდებენ იგივე goodwills, ანუ თუ კომპანია შეიძლება საბაზრო ფასით ღირდეს ბევრად უფრო მეტი და თავარ ღირებულებას ქმნიდეს თვითონ ბრენდი, რომლის მიმართაც მომხმარებელი არის საკმაოდ ლოიალური და საბალანსო ღირებულება იყოს უფრო ნაკლები. ამიტომ ძალიან ბევრი ქვეყნის ბუღალტერიაში ეს goodwills ელემენტი შეიძლება იყოს გათვალისწინებული, ბევრი ქვეყნის პრაქტიკაში შეიძლება ეს საერთოდ არ არსებობს, მაგალითად საქართველოში მსგავსი რამ ჯერჯერობით პრაქტიკაში აპრობირებული არ არის. ამიტომ აი ეს განსხვავებებიც ერთ-ერთი საკითხია, რომელიც საკმაოდ დიდ ადაპტირებებს და საერთო პლატფორმის შექმნას მოითხოვს. ასევე გავლენა კორპორატიულ კაპიტალის ბაზრებზე, აქ ძირითადად იგულისხმება ის, რომ კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს და ღია არიან ინვესტორებთან მიმართებაში, ძირითადად ესენი არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ სხვადასხვა საფონდო ბაზრებზე და საფონდო ბაზრებმა დავალდებულებს ინფორმაციის ღიაობას, ბუნებრივია მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები გავლენას ახდენს კაპიტალის ბაზრებზე, კონკრეტულად კომპანიის ღირებულებაზე, მისი აქციების ღირებულებაზე, რადგანაც თუ კომპანიას აჩვენებს პოზიტიურ დინამიკას ფინანსური მაჩვენებლების, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მის მოდობა უფრო მაღალია, თუ არის გარკვეული პრობლემები, ანუ ჩავარდნები გასულ წლებთან შედარებით, ბუნებრივია კაპიტალის ბაზრებზე მოცემული კომპანიის ობლიგაციები თუ აქციები განიცდის დაცემას. ასევე
კორპორატიული ფინანსური კონტროლი, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც აქტიურად ხდება მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება ეს კონტროლის მექანიზმები იყოს საერთო, რადგანაც ეს განსხვავებები და ეს ხარვეზები, რომელიც არსებობს, იქნეს აღმოფხვრილი, ამ მიზნით და ჰარმონიზაციის მიზნით, რომ კანონმდებლობა იყოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ერთიან სტანდარტზე აწყობილი და ერთ ქვეყანაში წარმოებული ბუღალტერია ადვილად გასაგები იყოს მეორე ქვეყანაში წარმოებული ბუღალტერიის, ამისათვის შექმნილია საერთაშორისო სტანდარტები. პირველი ასეთი მცდელობა იყო 1973 წელს, რომელიც საერთაშორისო ბუღალტერიის სტანდარტების კომიტეტის მიერ შეიქმნა გარკვეული ბაზა, რომელიც ძირითადად რამდენიმე სავალდებულო ნორმას და სარეკომენდაციო ნორმას აწესებდა. ამის შემდეგ 2001 წელს მოხდა გადახედვა კიდე ამ ურთიერთობების და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც იყო შეთანხმება, ეს იყო კონსოლიდირებული ბალანსების წარმოება, რომელიც ბევრად უფრო ნათელსურად იძლევა კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ასევე ბუნებრივია საუბრობდით ანგარიშების სისტემის ჰარმონიზაციაზე, ასევე საქმიანი ოპერაციების ფინანსური ანგარიშების წარმოება და საქმიან ოპერაციებზე გავლენა ამ ფინანსური ანგარიშების არის მნიშვნელოვანი, რომელიც შეიძლება ასევე რამდენიმე საკითხად განვიხილოთ. პირველი ეს არის ტრანზაქციების აღრიცხვა საერთაშორისო ვალუტაში და მეორე ეს არის საერთაშორისო ვალუტის ტრანსლაცია. პირველი ესე იგი საერთაშორისო ვალუტაში აღრიცხვა და ერთიანი ვალუტაზე პლატფორმირება, ეს იძლევა საკმაოდ კარგ, ანუ უფრო ნათელ სურათს კომპანიებს შორის, იგივე თუნდაც საერთო გლობალურ კომპანიის შიგნით, რადგანაც წარმოიდგინეთ კომპანია, რომელიც ერთდროულად ოპერირებს რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე და ყველა ქვეყანაში ანგარიშწორების ფორმატ არის ადგილობრივი ქვეყნის ვალუტა, ბუნებრივია ერთიანი პლატფორმა, ბევრი ვალუტების შესაფასებლად და შემდეგ ერთიანი კონსოლიდირებული ბალანსის გამოსაყვანად არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც პრინციპში იძლევა სურათს გლობალური კომპანიის სათაო ოფისის თუ მისი შვილობილი კომპანიების დეპარტამენტების თუ წარმომადგენლობების შესახებ. ასევე კონსოლიდირებულ ბალანსში ასახვა მთლიანობაში კონსოლიდირებულ ბალანსში ასახვა შვილობილი კომპანიების ბალანსების, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პრაქტიკულად სურათი შეიქმნას კონკრეტული კომპანიის ფინანსური ოპერაციების შესახებ და ერთიანი ფინანსური აღრიცხვის დეტალების შესახებ.